გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ალბათ ყველამ ვიცით ამერიკის უზნეო კონგრესმენის ჯო ვილსონის ბოდვაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს პასუხი, სადაც ის ამბობს, რომ ყველა ანტიამერიკულ მთავრობას სათანადო პასუხი გაეცემაო. რუბიოს პასუხმა ჩვენს მოციმციმედ არითმიულ ნაცებში ვნებიანი სიხარული გამოიწვია, ეგიდით რუბიომ გვაღიარაო. დიდი ზეიმიც გააჩაღეს და მგონი ცხვარიც დაკლეს, თუმცა ცხვარი რა შუაში იყო, არ ვიცი. მოკლედ ცხვარი შემეცოდა. თვით სალომე სამადაშვილი, ვითომ აღარნაცი, ლელოელი, რაც დღეს უკვე ნაძზე უფრო ნაც გულისხმობს, თავისი მომხიბვლელად ჭკუის შემშლელი ღიმილით გამოვიდა და გვახარა მარკო რუბიომ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ დღეს ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმიო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სალომე სამადაშვილი ტყუობს, ანუ ცრუის. ყურადღებით გავეცანი მარკო რუბიოს პასუხს უზნეო ვილსონის განცხადებაზე და იქ სიტყვა საქართველო არ იყო ნახსენები. დიახ, ეს იყო სრულიად ნეიტრალური პასუხი. თვით თინათინ ხიდაშელმა, რომელიც თავის დროზე ოცნების თავდაცვის მინისტრი იყო, დღეს კი ძალა რომ ეყოს მთელ ჩვენს ქვეყანას ტაივანს აჩუქებდა, აღიარა, რომ რუბიოს არ უთქვამს ქართული ოცნება არის ანტიამერიკული ძალა. ძალიან გულით მინდოდა რომ ეთქვა, მაგრამ რაც არ უთქვამს, იმას ნუ დავაბრალებთ. წარმოვიდგენია რა გულის პანსკალით უსმენ და თინათინი და მისი თანამეცხედრე უსუფას შვილი, ისიც თავის დროზე ოცნებაში დიდი თანამდებობის პატრონი, რუბიოს გამოცხადებას და არაფერი. მე კი ჯო ვილსონის რუბიოსადმი კითხვას გავიმეორებ. თქვენი ხელმძღვანელობით რას გააკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი, რომ ანტიამერიკულ ქართულ ოცნებას საქართველოს ხალხის სახელით დაეკისროს რეალური პასუხისმგებლობა. აქ საკვანძო სიტყვები ანტიამერიკული ქართული ოცნება. ამხელა ქვეყნის სენატორი ხარ, შეოჯახაშენებულო შენა, ნუ თუ არ გესირცხვილება ასე ტყუილს რომ კადრულობ, თანაც ღიად, თანაც სახელმწიფო მდივანს ეუბნები, თანაც ისე რომ თვალსაც არ ახამხამებ. აი ეს არის ჩემთვის ძალიან დამაფიქრებელი. ანუ თუ კი ეს სენატორი საჯაროდ ასე ლაღად და თამამად იტყუება, სად გვაქვს იმის გარანტია, რომ სხვაებიც არ იტყუებიან. დავიჯერო ერთი ჯო ვილსონია ამერიკის სენატში ცრუპენტელა, ღმერთმა ქნას ასე რომ იყოს. ადრე სვამდი კითხვას, თუ რაში გამოიხატებოდა ქართული ოცნების პრორუსულობა. ახლა კი მაინტერესებს, რაში გამოიხატება ოცნების ანტიამერიკულობა. რას აკეთებს ოცნება ანტიამერიკულს? ვილსონს რომ კითხო, თურმე ქართული ოცნება ჩინეთის კომპარტიის დავალებას ასრულებს და ჩვენი ხელისუფლება ტრამპს ძირს უთხრის. ვილსონის ადგილას მეტი დამაჯერებლობისთვის იმასაც დავამატებდი, რომ ქართული ოცნება ვაშინგტონის შტურმით აღებასა და თეთრ სახლში კარფურის ფილიალის გახსნას გეგმავს. კარგი, მოვეშვათ ამდაგვარ სისულელეებს და რეალურად ვილაპარაკოთ. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი თავქარიანი უნდა ყოფილიყო ჩვენი პატარა ქვეყანა ამერიკის წინააღმდეგ რამე ანტიამერიკული მოძრაობა რომ განეხორციელებინა, მით უმეტეს დღევანდელი ამერიკული ხელისუფლების პირობებში. ტრამპის ადგილას ბაიდენი რომ ყოფილიყო, კიდე მესმის გულში ბოღმა რომ ქონოდა ჩადებული იმ სრულიად უსამართლო პრეტენზიებზე, რასაც ამერიკელი დემოკრატი მიმწოლები ბლინკენ შმლინკენების პირით ჩვენ წინააღმდეგ ახმოვანებდნენ. მაგრამ გულში ბოღმის იქით მაინც ვერაფერს გააკეთებდა ხელისუფლება, რადგან ვის უნდა ეჭიდაო ამერიკას და თუ ეჭიდავები რამეს დააკლებ თუ რა, ასე რომ ჯო ვილსონი 100%-იანი აფერისტია, რომლის ჯიბესაც ნაცები თავს ევლებიან. ვილსონის ბოდვაში საინტერესო ისიცაა, რომ ის მოუწოდებს საღდებს დააკისროს პასუხისმგებლობა ჩვენს მთავრობას საქართველოს ხალხის სახელით. საინტერესოა, ვის გულისხმობს საქართველოს ხალხში. აშკარაა, რომ მე და თქვენ არ გულისხმობს და გულისხმობს მარგინალების იმ
ერთ მუჭას, ვინც მშვიდ ცხოვრებას გვიშლის. ანუ მარკო რუბიო მათი სახელით უნდა დააკისოს ჩვენს მთავრობას პასუხისმგებლობა და ჩვენ საქართველოს ხალხი არ ვართ. თუ საქართველოს ხალხი არ ვართ, მაშინ ვინ ვართ? ატლანტიდელები, ლაპუტელები, არკანარები, გამახსენდა. ჩელაბინსკელები. მოკლედ, როგორც ხვდები, ის დაჭყეტილ თვალებიანი ჯო ვილსონი დიდი ხნით გახდება ჩემი რომანის გმირი და არაერთხელ მომიწევს მასზე ლაპარაკი. და ნაცებს კი სულ ტყუილად უხარიათ. ტყუილად გამოასალმეს სიცოცხლეს ის საბრალოდ სხვარი. მარკო რუბიომ თქვა ის, რასაც ყველა იტყოდა ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე, ძალიან ზოგადად და ძალიან სახელმწიფოებრივად. მეც ასე ვიტყოდი მის ადგილას, თუმცა მაქვს ეჭვი ვიფიქრო, რომ მის ადგილას მე არასოდეს ვიქნები, ისე როგორც მარკო რუბიო ჩემს ადგილას. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.